ირგვლივ სიცოცხლის ნიშანწყალი არ არის. ქვების გორების გარდა არაფერი ჩანს. თუმცა ახლა მორიგ ბენეფიციართან მივდივართ გადაღებაზე. თურმე მათი საცხოვრებელი კონტეინერი ამ ქვების სასაფლაოშია ჩამალული. ცხოვრობ ქვისამტვრევ ქარხანაში, ძალიან მტვერში. ისეთი მტვერი არ წყალს აწვდიან არაფერს. ისეთი მტვერი არის ხოლმე, რომ ბავშვებს გარეთ სულ დავკეტავ ყველაფერს და ბავშვები მიმყავს სადღაც მუხების ქვეშა, რომ ბავშვებმა ცოტა ჰაერი ისმოთქონ. თორე აქამდე დაიხოცებოდნენ ეს უბედური ბავშვები. ირმისაშვილების ოჯახი წლებია ვაგონში ცხოვრობს, უკიდურეს გაჭირვებაში. ცუდი მტვერია ხოლმე, შავად მოდის ხოლმე. წყალს საერთოდ არ უშვებს. წყალს არ უშვებს და მე ჩვენ წავად ვხდებით ხოლმე ჩვენც ზოგჯერ. და ჩვენ სხვაგან საიდანღაც მოგგვაქვს ხოლმე წყალი, რომ ჩვენ კარგად ვიყვეთ და ჯამთელები ვიყვეთ. ამ ხელა ქალი ვარ პენსიონერი ვარ და ჯერ საკუთარ და სახლში არ ამძინებია. ვინდა რომ აი სიმყუდროვე მქონდეს, პატარა კოტეჟი იყოს და ჩემი შვილებთან ერთად აქ ცოტა ხანი მაინც მაცოცხლა. სუწყლები ჩამოდის მაღლიდან ამოწვევს გარეთ. სათანადო ისე ჩამოინგრევა სულა. თუ აი ცუდი ამოდია ხომ მინდა რამე საჭმელს აქ ვაკეთებთ ფეჭზე. ბავშვები არ ეჭამა ხომ უნდა. ანასტასიას და დარინას ნამდვილი სახლი არასდროს ჰქონიათ. ჩემი ოცნება არის მქონდეს ლამაზი სახლი, რომ ჩემ ოთახში ვიცხოვრო და ბედნიერი ვიყო ჩემ ოჯახთან.